ძალიან უცნაური გაკვეთილი ვისწავლე ფლენერის გამოყენებისას, რაზეც მართლა არ მინახავს, რომ ვინმე საუბრობდეს. მეც ისევე როგორც ყველა, ფლენერი ვიყიდე იმისთვის, რომ ჩემი საქმეები უფრო სტრუქტურირებულად დამელაგებინა, დროის მენეჯმენტი მესწავლა და რაც შეიძლება მეტი რამე მომესწრო. მაგრამ რასაც არ ველოდი, იყო ის, რომ საკუთარ თავთან უნდობლობა დავძლიე, თუმცა საკმაოდ მოულოდნელი ფორმით. სამი შრე აქვს ამ ყველაფერს და ნაბიჯ-ნაბიჯ გავუყვები. პირველ კვირას, რომ დავიწყე გამოყენება, ჩემი კვირის გეგმა გადავავსე იმ ტასკებით, რომელიც იდეალურ შემთხვევაში მინდოდა რომ ამ კვირაში მომესწრო. მაგრამ კვირის ბოლოს, რომ მივუბრუნდი ამ ტასკებს, რომ მომეწიჭკა, მივხვდი, რომ უმეტესი მათგანი ვერ გავაკეთებ. ჩავთვალე, რომ არასაკმარისად ეფექტურად ვიმუშავე, რომ დისციპლინა მაკლდა და მეორე კვირას შევეცადე, რომ ეს დისციპლინა უფრო გამეღრმავებინა. მაგრამ მეორე კვირასაც რომ იგივე განმეორდა, მივხვდი პირველ და შედარებით უფრო obvious facts, რომ ჩემს ეფექტურობაში კი არ იყო პრობლემა. უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვატევდი 24 საათში ამდენ საქმეს. პრობლემა იყო დაგეგმარებაში და იმაში, რომ წარმოდგენა არ მქონდა ერთ დღეში რეალურად რამდენი საქმის გაკეთება შემეძლო. წარმოვიდგენდი ჩემს გაიდეალიზებულ ვერსიას და უამრავ საქმეს ვგეგმავდი და შემდეგ უკვე რომ ვერ ვასწრებდი ამ საქმეების გაკეთებას, თავს ვგრძნობდი დამნაშავედ. ეს ყველაფერი უფრო სიღრმისეულ მეორე პრობლემას აღვივებდა, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანდა. ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავს რაღაცას ვპირდებით და არ ვასრულებთ, სულ უფრო და უფრო ვკარგავთ მისადმი ნდობას. ხშირად ამას ვერც კი ვამჩნევთ, იმდენად უმნიშვნელო გგონია ეს პირობები, მაგრამ ეს ყველაფერი გროვდება და ბოლოს მივდივართ ისეთ კონდიციამდე, რომ საკუთარ თავს სერიოზულად ვეღარ აღვიქვავთ. ზუსტად ისე, როგორც ვეღარ ენდობი ადამიანს, რომელიც ყოველ ორ სიტყვაში გატყუებს. მოკლედ, გავაგრძელე ამ ფლენერის გამოყენება. აი ამ ფლენერს ვიყენებდი, ქართული ბრენდისგან არის, ბალანსი ქვია. მეოთხე კვირამდე რომ მივედი, თითქმის ყველა ტასკი შესრულებული მქონდა. აი რომ გაჩვენოთ, პირველი კვირა და ეს იყო მეოთხე კვირა და მესამე და უმთავრესი გაკვეთილი, რაც აი ამ გამოცდილებიდან გამოვიტანე, რაც კიდევ უფრო სიღრმისეულია. ვისწავლე ის, რომ როდესაც საკუთარ თავთან ურთიერთობ, პირობის გამცემით შენ ხარ და შემსრულებელიც. უმეტესად აქცენტი კეთდება ხოლმე პირობის შესრულების ნაწილზე. სულ გვასწავლიან, რომ საკუთარ თავთან მიცემული პირობები უნდა შევასრულოთ, რომ აი ეს ნდობა გავამყაროთ. მაგრამ ჩემი აზრით, არასაკმარისი აქცენტი კეთდება იმ ნაწილზე, რომელიც პირობებს გასცემს. თუ კი ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ შევასრულოთ საკუთარ თავთან მიცემული პირობები, ასევე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ არ მივცეთ საკუთარ თავს ისეთი პირობები, რომელსაც ფიზიკურად ვერ შევასრულებთ. პირობა უნდა დავაფორმულიროთ ძალიან ფრთხილად და ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ, რამდენად რეალისტურად შეძლებს ის მის შესრულებას. პირობითად, მინდა ჩემს თავს მივცე პირობა, რომ აღარ დავლევ ალკოჰოლურ სასმელებს. ამ პირობის გაცემისას კარგად უნდა დავფიქრდე იმ მომენტებზე, როცა ყველაზე მეტად გამიჭირდება ამ პირობის შესრულება, მაგალითად ჩემს დაბადების დღეზე. თუ კი ამ შემთხვევაშიც ვიფიქრებ, რომ შევძლებ ამ პირობის შესრულებას, მხოლოდ მას მერე უნდა მივცე საკუთარ თავს უფლება, რომ ეს პირობა გავცე. ამიტომ შენს პლანერში თუ ბევრი მოუთიქავი ტასკი გაქვს, დიდი შანსია, რომ დისციპლინის გაღრმავება გჭირდება არა პირობის შესრულების, არამედ პირობის გაცემის მხარეს.